პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტები მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებულთა სიებში მოხვდნენ. ფრიდონ ბუბუტეიშვილის, სიმონ მახარაძე, დავით ხომერიკი, საბა ჯიქია, თორნიკე მჭედლიშვილი, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი, დენის კულანინი დღეს თავისუფლები არიან. პატიმრებმა ციხე გუშინ 28 აგვისტოს ღამით დატოვეს. შეწყალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს და ახლობლებს წინასწარი ინფორმაცია არ ქონიათ. ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. 2025 წლის 20 იანვარს მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მეხანძრე მაშველის დაშავებისა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანების ბრალდებით. სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა. საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა. 2025 წლის 10 ივლისს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სიმონ მახარაძე 4 ოქტომბრის საქმეზე 2025 წლის 17 ოქტომბერს საკუთარი სახლიდან აიყვანეს. სიმონ მახარაძე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა ედებოდა ბრალად. საპროცესო შეთანხმების შემდეგ ის ციხეს მიმდინარე წლის ოქტომბერში დატოვებდა. ყაველაშვილის შეწყალება შეეხო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ავთანდილ თოფჩიშვილსაც, რომელსაც საპროცესო შეთანხმების შედეგად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდა განსაზღვრული. მას ბრალად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდა. გათავისუფლდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორნიკე მჭედლიშვილიც, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კიდევ ერთი შეწყალებული დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე ძმასთან ერთად დააკავეს. პოლიციის მტკიცებით ისინი გზას ხელოვნურად კეტავდნენ და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. პროკურატურის ვერსიით ხომერიკს ცეცხლგამჩენი მოწყობილობა ჰქონდა თან. ხომერიკი ამ ბრალდებას უარყოფს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს რუსთაველის გამზირზე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდნენ. ისინი ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. შეწყალებულთა სიაში ასევე მოხვდა რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი, რომელიც პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა, თუმცა ციხის დატოვების შემდეგ ის საიმიგრაციო პოლიციამ მიგრაციის დეპარტამენტის განთავსების ცენტრში გადაიყვანა. გაძევების პროცედურა დაწყებულია. ადვოკატი ამბობს, რომ კულანინს რუსეთში გაძევების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. კულანინი 2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით დააკავეს. გუშინ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა.